მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო, ჩემს საავტორო გადაცემაში YouTube არხზე პოლიტიკური ცხოველი. დღეს ჩვენ როგორც დაგპირდით პირველ წინა გადაცემაში, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს შუა აზიასთან დაკავშირებული საკითხები, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან და უფრო ოფიციალური სახელით რომ გითხრათ, ეს C5+1 ფორმატი, რომლის შეხვედრებიც ჩატარდა ვაშინგტონში, შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მიწვევით. ჩემი სტუმარი კიდევ ერთხელ იქნება ჩვენი ორგანიზაციის ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის სანდამფუძნებელი გიორგი დავითაია და ვეცდებით დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ საკითხთან დაკავშირებით. გამარჯობა გიორგი კიდევ ერთხელ. გამარჯობა, მივესალმები ჩვენს ძვირფას გამომწერებს და პოტენციურ გამომწერებს. ხო, შედგა 6 ნოემბერს ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრა. საინტერესო ამ ფორმატში ისაა, რომ უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის მოწვევით ჩავიდა ეს 5 ქვეყნის ლიდერი ვაშინგტონში. აქამდე ამ ფორმატში პირველი პირების შეხვედრა არ ყოფილა, 10 წელი ეს ფორმატი არსებობს, კიდევ ერთხელ მაყურებელს განვმარტოთ. 2015 წლიდან ობამას ადმინისტრაციიდან მოყოლებული, უბრალოდ მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილებოდა საკითხები და ახლა უშუალოდ უკვე პირველი პირების შეხვედრაც ვიხილეთ. საინტერესო არის 8 ნოემბერს უკვე ოფიციალური განცხადება C+5-ის და ანალიტიკური წრეების რაზე იყო განხილვა და რაზე იმუშავებს შემდგომში ეს ფორმატი. ენერგომატარებლების გატარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ამერიკისთვის და ევროპისთვის საინტერესოც, რომ ამერიკელებს სურთ თავიანთ მოკავშირეებამდე მიიტანონ ის ენერგომატარებლები, რაც გააჩნიათ ამ ქვეყნებს, ბუნებრივი აირის თუ ნავთობის სახით. ასევე იშვიათი მიწის მინერალების საკითხიც იყო განხილული და ყაზახეთი ამ მხრივ არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო სამეულში შედის მარაგების რაოდენობით და შეთანხმება იმასაც მოიცავს, რომ მარაგების კვლევა, აღმოჩენა, შემდგომში ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა განხორციელდეს ყაზახეთში. ამ საკითხებზეც გაცხადებულად იყო საუბარი. ყოვლის მომცველია ეს ფორმატი და შეხვედრა და ამ შემთხვევაში მარტო ენერგომატარებლებზე არ იყო საუბარი, ასევე იყო ხელოვნური ინტელექტის ნაწილში, IT სფეროში, კომუნიკაციების სფეროში განვითარება. სხვათა შორის ერთი ნიუანსი და დეტალი არის, რაც ამოვიკითხეთ ამ პრეს-რელიზში და ამოვიკითხე პირადად მე იყო, რომ სამოქალაქო ატომური ენერგიის ნაწილშიც იწყებენ თანამშრომლობას. კადრების გადამზადების ნაწილში, საწვავის შეტანის და ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ნაწილში. დიდი ნაბიჯია ეს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ამერიკასთან და ამერიკის მოკავშირეებთან პარტნიორობის ნაწილში. ეხლა ამ პანელს კიდევ ერთი ქვეპანელიც აქვს, რომელიც პირველად 2024 წელს გაიმართა ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში. ეს არის B5+1. ეს არის ბიზნესებისთვის 2024 წელს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ამერიკელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ინვესტორები იყვნენ ჩასულები ალმა-ატაში და ეხლა დაანონსებულია 4 თებერვალს უკვე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში აღნიშნული შეხვედრა. რაც ბიზნესების დონეზე უკვე ურთიერთობას და ბიზნესების ნაწილში იქნება გათვალისწინებული. გიორგი, იცი რა მინდა რომ გითხო? ბევრი საერთოდ მიიჩნევს, რომ შეიძლება შეერთებული შტატების ჩართულობა იყოს არასანდო ამ შემთხვევაში და რა სარგებელი შეიძლება ნახონ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა და ჩვენ ახლა მინდა რომ გარკვეულწილად ესეთი დრო დაუთმოთ რას იღებენ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, იმიტომ რომ პროპაგანდა სულ ამბობს, რომ ეს ამერიკელების შეთანხმება იმას აწყობდა და მაგიტო ჩაიყვანა, ხო? თითქოს ის ქვეყნები, რომლებიც ეს 5 ქვეყანა თითქოს, რომელიც იყო ცალსახად ეს რუსული გავლენის სფეროები და საბჭოთა კავშირის ნაწილი და რუსეთის იმპერიის ნაწილი, ხო, ეს ყველაფერი, თითქოს ეს ქვეყნები გარკვეულწილად გამოდიან ამ ჩარჩოებიდან და ამ დასავლეთთან და ამერიკასთან თანამშრომლობის შედეგად თავიანთი ეკონომიკისთვის და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ. და მე მინდა რომ ეს აქცენტი გავაკეთოთ დღეს, რომ მაგალითად რატომ არის დადებითი ეს ძვრები ამ ქვეყნებისთვის?
ხო, ну, ამერიკას ეხ თავის ინტერესები რო აქვს და ტრამპის ენერგო პოლიტიკა ეხა ამ პერიოდში აქტიურად არის გაშლილი და აგრესიულად არის მიმართული და დივერსიფიცირებს. ეს ცხადია და საინტერესოა მისი რესურსებიდან გამომდინარე უშუალოდ ცენტრალური აზიის ქვეყნები. რომელთა რესურსები ძირითადად რუსეთის გავლით მიდიოდა ევროპაში. დიდი მოცულობით ვერ შედიოდა ევროპულ ბაზარზე, რაც ეკონომიკურად იმდენად მომგებიანი არ იყო. ამერიკასთან პარტნიორობის შემთხვევაში თუ ამერიკა აიღებს იმ გარანტიებს, რომ მისი მეშვეობით და მისი დახმარებით იქნება შესაძლებელი ევროპულ ტერიტორიაზე და მის მოკავშირეებთან ცენტრალური აზიის რესურსების გატანა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ რელიზიდან რაც 8 ნოემბერს დაიდო და შეთანხმების ნაწილი რაც გასაჯაროვდა, ეს იმდენ სფეროზე არის გადანაწილებული და მომავლის ტექნოლოგიებზეც ამასთან ერთად ენერგომატარებლებთან ერთად ეს იქნება ახალი განვითარების ეტაპი ამ ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ აქ ყაზახეთი მოწინავეა მაინც ამ ქვეყნებში თავისი ციფრული პროდუქტებით და სახელმწიფოს სერვისებში დიგიტალიზაციით. დანარჩენი ქვეყნები ჩამორჩებიან, ხო? ანუ საერთოდ სხვა სივრცეში მოხვდებიან ეს ქვეყნები. მაგალითად, თურქმენეთი არის, ჩვენ ვიცით, დახურული სახელმწიფო, ხო იქ ერთპიროვნული მმართველობაა. თურქმენეთის ესე აქტიურად ჩართვაც საინტერესო საკითხია. რაც შეეხება იმას, რამდენად სანდო არის ამერიკა და რამდენად აეწყობა ეს ჯაჭვი, ბევრ გარე ფაქტორზე არის დამოკიდებული. რუსეთი უმოქმედოდ ამ შემთხვევაში არ იქნება და არც ჩინეთი. იმიტომ რომ ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელიც გადის ამ ტერიტორიაზე, ევროპისკენ მიმავალი და რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურად და სუვერენულად ეს სახელმწიფოები მასზე ჩამოკიდებული იყო, როგორც ეკონომიკურად, ასევე და მას შესაბამისი გავლენებიც აქვს და რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და რუსეთი ესე მარტივად ამერიკის შემოსვლას რეგიონში მგონია რომ არ დაუშვებს, იქ იქნება რაღაც შესაბამისი წინააღმდეგობები. ამ ფორმატის უკვე უშუალოდ ამუშავება და ამოქმედება, რაც არის გეგმაში, ბევრ პოლიტიკურ ნებასთან და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი საკითხებით მოსაგვარებელი აქვს თან ქვეყნებს, იმიტომ რომ ქვეყნები არ არიან გადასული თანამედროვე ლოგისტიკურ საშუალებებზე, არ აქვს მათ გამართული სარკინიგზო საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სამართლებრივად საბაჟო საკითხები გასამარტივებელია, ბევრი დეტალი და ნიუანსია იმისთვის, რომ C+5-მა დაიწყოს უფრო აქტიური მუშაობა და კორიდორის ის ნაწილი, რაზეც ახლა საუბარი არის, რომ ტრანსკავკასიური კორიდორი გამოვიდეს, უნდა აქ საუბარია და მინიშნება იმაზე, რომ ამან უნდა გაიაროს ტრამპის დერეფანის მეშვეობით. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის, რომ აქ უნდა მოხდეს ამის დაკავშირება და ამის მეშვეობით უკვე წამოსვლა თურქეთში და შემდგომ ევროპაში. შესაბამისად, ბევრი საკითხია ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველი. იმიტომ რომ ფორმატი ახლა იწყებს პირველი პირების დონეზე საუბარს და კომუნიკაციას, ასევე აბრაამის ხელშეკრულებასაც შეუერთდა ფორმალური პოლიტიკური ნაბიჯი იყო ეს ყაზახეთის მხრიდან. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ყაზახები უკვე აქტიურად ცდილობენ ამერიკელებთან კონტაქტს. ასევე მათი საფინანსო სისტემაც უკვე ბრიტანული ბანკებთან თანამშრომლობის ნაწილში გამოცდილები არიან და შესულია ბრიტანული საფინანსო ინსტიტუტები ყაზახეთში. ევროკავშირთან მიმართებითაც აქვთ უკვე საკმაოდ კარგი ძვრები და ნიშნები და ევროკავშირთანაც სურთ მათ თავიანთი ენერგორესურსების სავაჭრო განვითარება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის, ხო? ამერიკის, რა თქმა უნდა, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს იგივე იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით და ნავთობთან დაკავშირებით ბირთვული ენერგია ახსენე, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი ინტერესი ამ შემთხვევაში არის იმ დერეფნის გაკონტროლება, რის მეშვეობითაც ეს მთელი ცენტრალური აზიის ენერგია უნდა მივიდეს ევროპაში, ესე არ არის? მე ყურადღების გამახვილება მინდა ერთ საკითხზე, როგორც არის ყაზახური და თურქმენული ენერგიის მიწოდება ევროპამდე. თურქმენეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავისი ეს უხვი ენერგია, როგორღაც გაზი პირველ რიგში მიეწოდებინა და გაეყიდა მარტივად და ვთქვა და რა თქმა უნდა ეს ფინანსურად გაძლიერებულიყო, თუმცა საკმაოდ მიზერული იყო. მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი თავისი ენერგიით ერთ კვირაში იღებდა იმ რაოდენობას,
რასაც მთელი წლის განმავლობაში იღებდა ფინანსურად თურქმენეთი. ნუ დაახლოებით ესე რომ ვთქვათ, მასშტაბი რო გავიგოთ, ხო? წინა წლების განმავლობაში. ასე რომ თურქმენეთი რა თქმა უნდა დაინტერესებული არის და უნდა იყოს იმით, რომ ეს თავისი ბუნებრივი აირი გაყიდოს, მაგრამ რუსული ზეწოლა მათზე იმდენად დიდი იყო, რომ ყველანაირად ფაქტობრივად რუსები ხელს უშლიდნენ აი ამ თურქმენული ენერგიის გაყიდვას. ერთის მხრივ, მეორე მხრივ იყო პოლიტიკური ზეწოლა და მესამე მხრივ იყო რუსეთისა და ირანის ერთბაშად, ესე ვთქვათ, ზეწოლა, რომ ალტერნატიული მილსადენი არ გაკეთებულიყო. აი, ძალიან გასაოცარი არის, რომ დაფიქრდე, მე მგონი, როგორ დაუშვეს ჩვენ საქართველოზე ეს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის და ამ ერზრუმის მილსადენების ჩაშვება, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ალტერნატივა იყო მაშინ და განსაკუთრებით ეხლა უკვე ჩანს, რომ მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, რომ ფაქტობრივად ეხლა ანუ რთული ამხელა სახელმწიფო ევრაზიის, რომელიც იწყება რაღაც აქვია აღმოსავლეთ ევროპიდან და მთავრდება იაპონიასთან, ხო, რთულია რომ აარიდო მას, ესე ვთქვათ, თავი, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთი, მათ შორის ევროპელების, რომლებიც საკმაოდ მოწყვლადები არიან რუსეთის ენერგიის მიმართ, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში ჩაერთონ, ერთის მხრივ არ გამოიყენონ რუსეთზე გამავალი გზა და სწორედ ამიტომ არის ეს ახალი გზები საინტერესო და მეორე მხრივ ამერიკელები პირდაპირ ცდილობენ, რომ რუსული ენერგიისგან ალტერნატივა გააჩინონ. სულ მაგას ეუბნებიან ამერიკელები თავის პარტნიორებს, იგივე სერბებზე გქონდა ჩვენ წინაზე პრინციპში საუბარი. აი ხა უნგრეთი ურბანის ჩასვლა არ უნდა დაგვაუწეს ჩვენ ამერიკაში, ხო? ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ამაზე დიდი ხნით დროში შეზღუდულები ვართ შედარებით, რომ ურბანზე ვილაპარაკოთ, მაგრამ იმის კი ნამდვილად შეიძლება, რომ ურბანს აქვს ძალიან ძიმე ენერგომდგომარეობა, ფაქტობრივად წუწუნით ჩავიდა ტრამპთან, რომ თუ ჩვენ ახლა მე ამას სანქცირებ, პორტი არ მაქვს, ცუდი ლოჯისტიკა მაქვს, ანუ რა სხვა ალტერნატივა შეიძლება ვნახო რუსული ენერგიის გარდაო, ასე ვთქვათ რა. ასე რომ სწორედ ამიტომაც მოუწია ტრამპს ამის გათვალისწინება რაღაც ერთწლიანი გამონაკლისის მიცემით. ნუ ეს კიდე სხვა თემაა, მე მაინც და მაინც არ მომეწონა ეს გამონაკლისი პირდაპირ ვთქვა, ამის ახსნა უბრალოდ. მაგრამ როგორც ასეთი უნგრეთიც რომ უნდა გათავისუფლდეს ერთ წელში აი ამ ენერგიისგან, რუსული ენერგიისგან, ეს უკვე ცალსახაა ამერიკის აი ამ ერთწლიანი ჩარჩოთი, რომელიც განაცხადეს ერთ სახში, რომ ურბანის თქმის მიუხედავად არ არის განუსაზღვრელი. ეს არის დროებითი ჩარჩო. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამ ახალი გზების მეშვეობით და აი ამ უკვე არსებული გზების მეშვეობით და იქნება ახალი გზის მეშვეობითაც, აი მე მინდა რომ ხაზი გაუსვა აი ამას იმ ხელშეკრულებაში, რაც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა და 7 ნოემბერსაც გამოქვეყნდა რაღაც ხელშეკრულება, კონკრეტულად თურქმენეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. იქ საუბარია იმაზე, რომ ამერიკა მხარს უჭერს და ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგებდა და ირანი ეწინააღმდეგებდა ყოველთვის, რათა ეს ალტერნატივა არ ყოფილიყო ენერგიის. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი ძრა არის ჩემი აზრით და ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ეს აღნიშნეთ კიდევაც თავში და მე მინდა ვთქვა რომ თურქმენეთს აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირი. და თურქმენეთის გამოყენება ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელთაც შესაძლებელი იქნება ევროპის ენერგოდამოუკიდებლობაზე ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. უბრალოდ ამ ყველაფერს მაინც ამ ცენტრალურ აზიის ქვეყნებში აფერხებს ის, რომ მათ არ აქვთ ყარი ინსტიტუციები, სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა და ასეთ ვითარებაში რუსეთს მეტი ლავირების შესაძლებლობა აქვს, რომ შიგნით სიტუაცია დაძაბოს. აი, აქ არის ახლა საინტერესო ამერიკული დიპლომატიის ძალა რას გააკეთებენ, როგორ გააკეთებენ, რა სტრატეგიას დასახავენ, იმიტომ რომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ ყოველ საკითხებში, რომ ამ ქვეყნებს თავისით ახლა ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რომ დასაბალანსებლად შემოდის ახლა ამერიკა რეალურად, ხო, ამ რეგიონში, რომ ჩინეთს თავისი ინტერესი აქვს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ზესახელმწიფოა ორივე, ხო, ამ ეტაპზე. ფიზიკურად ვიღაც უნდა შემოვიდეს და ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე ეს ყველაფერი. საინტერესო კიდევ ერთი ახლა ჩვენ ვისაუბრეთ უშუალოდ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით და C+1+1 ფორმატზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ საქართველოს ნაწილშიც, ხო? მე იმიტომ აღნიშნე ის, რომ ტრამპის დერეფნის გავლით უნდა მოხდეს ტრანსკავკასიური
დერეფნის ან შუა დერეფნის განვითარება და იმას უნდა მიებას ეგ ხაზი რა. ჩვენ ესე იგი ამ შემთხვევაში ჯერ ერთი არავინ არ გველაპარაკება ამ საკითხებზე. არ ვართ დღის წესრიგში, განხილვებში და თუ ეს დერეფანი ჩვენ აგვწ და რასაც გეოგრაფიულად ვერ აგვწდება შუა დერეფანი უბრალოდ თუ ტრამპის დერეფანზე გადმოვიდა ეს ყველაფერი ჩვენ ესე იგი აგვწდა ეს ყველაფერი ჩვენ გარეშე ჩატარდა და ამის რეალური ნიშნები არის დაველოდოთ მოვლენებს ჯერ C+5+1 როგორ განვითარდება და განვითარებას პოვებს მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ფაქტი ის არის რომ 12 ნოემბერს ხვალ გაიმართება ტრამპ ჯუნიორის და სომხური ბიზნესების შეხვედრა ერევანში. ასევე 18-ში იმართება ბაქოში კონფერენცია ამერიკულ-აზერბაიჯანულ საკითხებზე. რეგიონში ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ამ საკითხებზე საერთოდ არავინ არ გველაპარაკება. ხო, წარმოვიდგინეთ, იქ ჩადის ესე ვთქვათ, ესე იგი ერევანში ჩადის ტრამპის შვილი, ხო? ხვალ თუ რა დღეა დღეს, ხო? კი, ხვალ. როცა ეს დაიდება, უკვე ერევანში იქნება ალბათ ტრამპის შვილი. ხო, კი ბატონო. ხო. და აზერბაიჯანში რა ხდება? აზერბაიჯანში იმართება ესე იგი ამერიკული და აზერბაიჯანული სტრატეგიაზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრები. და დამიჯერეთ სახელების თქვა შემიძლია თუ ვინ იქნება ამერიკიდან აზერბაიჯანში ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი რომელიც ეხლა პრინციპში აი ამ ყველაფერს წყვეტს და არ დაგვაუწყეს რომ C5 უნდა გადაიქცეს C6-ად ამაზეც მიდის მსჯელობა და აზერბაიჯანი ჩაერთოს. შოთაშორის საინტერესო იყო ერდოღანის განცხადება რომ მას ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი განვითარებაზე ისაუბრა და ამ კორიდორის ფარგლებში ისაუბრა ზუსტად. მეტი დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ აქ ერდოღანმა გააჟღერა ეს საკითხი. ჩვენ არ ვესაუბრებით ასე ღიად თურქებს, არ ვიცით რა პოზიციაზე ვჯერდებით თურქებთან და აზერბაიჯანთან. ერთ-ერთი აქტორი, ვისაც ახლა ფორმალურად ველაპარაკებით, არის ჩინეთი. გასაოცარი ის არის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი, რომელიც მე მოვისმინე შტატებში ყოფნის დროს, რომ შეიძლება გახდეს ტრამპის კორიდორის ნაწილი, ანუ უნდათ რომ გახდეს, რატომაც არა. ამაზე ლაპარაკობენ ჩვენ გარეშე რა, ანუ ისე გამოდის, რომ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ რა გვინდა ახლა ეს ტრამპის კორიდორში მოხვედრა, რა გვინდა ჩვენ, ხო? იმათ უნდათ და დაძაბავს ვითარებას. ანუ მე მინდა განსხვავება ვაჩვენო რა, სვენელს. როცა რა განსხვავება ამერიკულ ჩარევაზე და აი ამ იმაზე რა ქვია, რუსულ საბჭოულ ჩარევაზე, მე იგივე ცენტრალურ აზიაში და იგივე აზერბაიჯანის სომხეთის მიმართებით. ამერიკელებმა ესენი შეარიგეს, სომხები და აზერბაიჯანელები, ესე ვთქვათ, ჩადეს ინვესტიცია და ეს ინვესტიცია არის გარანტია იმის, რომ იქ ვეღარ დაიძაბება მეტად ურთიერთობა და დამყარდება მშვიდობა. ხო, გარკვეული დროით მაინც, ჩვენ მაგას ვერ წინასწარმეტყველებთ, შეიძლება იქ ამერიკასაც შეექმნას ძალიან დიდი პრობლემა 20 წელში. მაგრამ უახლოეს წლებში, რომ მშვიდობა შენარჩუნდება ამ ორ სახელმწიფოებს შორის და ამის გარანტია, რომ ამერიკული ინტერესებია, ეს მე მგონი ბავშვისას გასაგები უნდა იყოს, რა ვიცი, ხა შეიძლება იყოს საზოგადოება, რომელსაც არ გიტყვის არასდროს, რომ ამერიკამ მშვიდობა დაამყარა, არა, იმას ომი მოვა. ხო, არის ესეთი საზოგადოების ესეთი ნაწილიც ყავს სამწუხაროდ, მაგრამ ნუ არის ესეთი. და არ დაგვაუწეს, ხა ჩვენ ერთი რაღაცა, ცენტრალურ აზიაში. ტაჯიკეთს და ყირგიზეთს შორის რა ურთიერთობებია. იქ არსებობს ექსკლავები, აი როგორც ესე იგი როგორც აზერბაიჯანში არსებობდა ექსკლავი. ხო. ანუ აქვს განცალკევებული აქვს აზერბაიჯანს, ხო, ტერიტორია. ისეთი ექსკლავი აქვს, მე მგონი ყირგიზეთს ტაჯიკეთში. რომლის გამოც, ნუ დამერწმუნდა თუ ჩავხედავთ ისტორიას, არანაკლები ომები და დაპირისპირებები იყო. 21-ში იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება, შეხების წერტილები სამხედროებს ჰქონდათ იქ რაღაც, მაგრამ არ გადაზრდილა უკვე შემდგომ რაღაც ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში იყო რაღაც კონტაქტები და შეხებები საზღვრისპირა რეგიონთან. იმის თქმა მინდა, რომ აი აზერბაიჯან-სომხეთის მაგალითი არის და უკვე არსებობს ცენტრალური აზიის მაგალითიც, რომ ამერიკა როცა შედის თავისი ინტერესებით, იქ რეალურად მყარდება მშვიდობა. რადგან იქ არის ეკონომიკური ინტერესები,
იქ არის სტაბილურობის ინტერესები, იმიტომ რომ თუ სტაბილურობა და მშვიდობა არ იყო, რა ის კორიდორებზეა ლაპარაკი და რის სატრანზიტო გზებზეა ლაპარაკი, ხო? აქედან გამომდინარე, ეს გეოპოლიტიკური განსხვავება არის ამ სუპერ ძალებს შორის, რომელებიც ჩვენს გარშემო არიან და რა ვიცი, იმედია მაყურებელიც ამას მიაქცევს ყურადღებას. კი, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ხა ჩვენს რეალობაში რაზეც მიდის საუბარი, ეკონომიკური თვალსაზრისით და განვითარების თვალსაზრისით არის ესე 6.5 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია. აქ საზოგადოების აზრიურად გაიყო, ნაწილს არ უნდა ეს ინვესტიცია იმ პირობებით, პირობები არ არის ჯერჯერობით ცნობილი, უბრალოდ ესეთი აზრი მუსირებს, რომ ძალიან ბევრი არაბი უნდა ჩამოსახლდეს ადგილზე, როგორც მუშახელი, ისე თვითონ უძრავი ქონების ფლობელები, რაც შეიძლება რეალობასთან ძალიან ახლოსაც იყოს. მეორე მხარე ამბობს, რომ არ არის პრობლემა 300 წელი არაბების იყო თბილისი, მაგრამ არ გაარაბებულვართ ჩვენ. და სადმე კვალი გითხარით, სად არის არაბული კვალი თბილისშიო და ეხა ესეთი ინფანტილური განცხადებები და საზოგადოებაზე მუშაობა გასაგებია გვესმის, რომ რაც ნარატივს ცდილობენ რომ შექმნან და ამ ინვესტიციის ირგვლივ. იმედები ჩაუსახონ ხალხს, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური წარმატებაა რა. ჩვენ ამხელა რატერთი ეკოლოგიური თვალსაზრისით წანიშის ტყეპარკი მნიშვნელოვანი არტერია ქალაქისთვის, ერთი და გონიოს ტერიტორია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, სადაც დაახლოებით უნდა გავხოცეთ, ჯერ ზუსტად მონაცემები არ არის რა ტერიტორიას გადასცემს, ხო? ანუ ეგ არის სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია გონიოში და მოყოლებული როდიდან. და ანუ ესე უბრალოდ ამ გადაწყვეტილების მიღება რა ვიცი, მე ნაჩქარების ხო, არა, მე უბრალოდ იმაზე ძალიან ვიზიანდები და დარწმუნებული ვარ ყველანი ჩვენგანი, რომ თურმე ჩვენ არც ვართ იმის ღირსი, რომ ვინ გვეკითხება რა წერია ხელშეკრულების პირობებში. ეს საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცა არის ხა. რა წერია ხელშეკრულების პირობებში, რომელშიც საუბარია 7 მილიარდ ინვესტიციაზე და ფაქტობრივად სრულიად სახისრულებაზე ორი ძირითადი ქალაქის გარშემო. ხო, ნუ არ ვიცი, მოკლედ ეს ხო, კი, განსაზღვროს სვენელმა ჩვენი მოსაზრება თქვით და უბრალოდ რაც შეეხება დერეფანებს, როგორც გიორგი მაგნიშნა, ჩვენ არ გვესაუბრება არავინ. ყველა მიიჩნევს, რომ აი მაგალითად ბაქო, თბილისი, ყარსი უნდა იყოს ამ დერეფანში, ну ჩვენ არ გვეკითხება როგორ უნდა იყოს. აი რას ხედავენ? სულ გამოთიშულები ვართ პროცესებს. ძალიან ცუდი აქ არის ერთი რაღაცა, რომ ჩვენ აი გიორგიმ თავიდანვე თქვა და მე მგონი გასაგებია რომ უნდა თუ არ უნდა ამ გზაზე უნდა გამოიარონ რა. რაღაც დონეზე ჩვენზე უნდა გამოიარონ. მაგრამ აქ ერთი მარტივი მომენტია. აქ არის ვითარებასთან და პროგრესთან დაწევის მომენტი. როდესაც ალტერნატიული გზა ჩნდება, შენ იმისთვის რომ პროცესი დაეწიო, შენ უნდა მოახერხო შენი უკვე არსებულის რაღაცნაირად განვითარება, რომ ისიც არ წაგართო ან რაც გაქვს. ხო ასეა. და იმის მაგალითად რომ ეგ გავაკეთოთ რომ ამაში ჩავსხდეთ. პირიქით სამომავლოდ პროპორციულად ჩვენი მნიშვნელობა დაიკლებს. ანუ რეალურად თუ ვიმუშავებთ და პორტს გავაკეთებთ, რკინიგზას დავხვეწთ, მნიშვნელობა მოიმატებს, მაგრამ თუ არაფერს არ გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში ეს ერთადერთი დგომა არის რეგრესიის ნიშანი და არა წინსვლის ნიშანი. და არა პოზიციის შენარჩუნების ნიშანი. მაგის თქმა მინდა. ანუ რეალურად პოზიციას კი არ შევინარჩუნეთ ჩვენ სამომავლოდ. არამედ ჩვენი მნიშვნელობა დაიკლებს და ეს მნიშვნელობა გადაიწევს სხვა რეგიონულ ძალებს. აი შეჯამების საკითხ რო ვთქვათ, ცენტრალურმა აზიამ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ურთიერთობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აქ ეხა ძირითადად ფლაგმანი სახელმწიფო ყაზახეთია, რომელსაც როგორც ევროპელებთან, ისე ამერიკელებთანაც კონტაქტი აქვს საკმაოდ მყარი და უკვე ამასაც პოლიტიკური ნაბიჯებითაც ადასტურებს. ცენტრალურ აზიას შეუძლია სერიოზული ბენეფიტები მიიღოს, მათი ეკონომიკა, ტექნოლოგიები განავითაროს და ახალ საფეხურზე გადავიდეს. სამხრეთ აზერბაიჯანის საკითხიც ნახეთ როგორ მოგვარდა და ტრამპის დერეფანმა რო გაიარა ეგრეთ წოდებულ ზანგეზურზე. ეს უკვე ამ ორ ქვეყანას შორის აბალანსებს ურთიერთობებს და ხედავთ რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც და ცენტრალურ აზიაში, რა დაკავშირებას ცდილობენ ოღონდ ჩვენ გარეშე. საბოლოო ჯამში მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვეთიშებით ამ პროცესებს,
ის რაც გიორგი მაგნიშნა ბოლოს ჩვენ თუ არ განვავითარეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა არ ავაშენეთ ის ღმერთწლოვანი პორტი რაც მნიშვნელოვანი არ გავზარდეთ ფოთის პორტის და ბათუმის პორტის დატვირთვა სარკინიგზო ხაზები საავტომობილო ხაზები არ მოვაწესრიგეთ არ გავამარტივეთ საბაჟო პროცედურები და სხვა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზისი არ შევცვალეთ რაც თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობისთვის საჭირო არის ჩვენ პრაგმატულად აღარ ვართ უკვე მიმზიდველი პოლიტიკურ დგენელს რო თავი დავანებოთ. ახლა პოლიტიკური დგენელი სად არის და ჩვენ რა პოზიცია გვიჭირავს ეგეც რაღაცნაირად უკვე ნათელია რა. ერთადერთ მხარეს ჩინეთს ველაპარაკებით, გაცხადებულად ახლა იქ ჩრდილოეთ მეზობელთან ჩვენ არა გვაქვს ესე გაცხადებული საუბრები, მაგრამ რაღაც მინიშნებებს აკეთებენ. ევროპულ სტრუქტურებს დავშორდით, ამერიკელებს აღარ ველაპარაკებით, ელჩიც კი არა ჯერჯერობით დანიშნული საქართველოში. შესაბამისად ძალიან არასაიმედო ვითარებაა ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა პრობლემის დასმა, რომელზეც უნდა ეთქოს საზოგადოებამ და ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ეს ისეთი საკითხია, რომელზეც საზოგადოების გაცილებით ბევრი ნაწილი უნდა იყოს ინფორმირებული და ბევრი ნაწილი უნდა დარდობდეს ესე ვთქვათ ამ საკითხზე, ვიდრე რაღაც აკადემიური წრეები და ლექტორები მარტო. ქართულ ბიზნესს მიმართავ ახლა გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და თუ C5+1-ის ფორმატი ამოქმედდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების უკვე მალე დაიწყო ამ ყველაფრის ამუშავება და ის სამუშაოები თუ დაიწყო რეალურად ცენტრალური აზია გახდება საკმაოდ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. როგორც ადგილზე ბიზნესის კეთებით, ისე მათთან ვაჭრობის კუთხით და რა ვიცი, მე მგონი ქართული ბიზნესმენები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ეს საკითხი მათთვის და არა მარტო რაღაც სამოქალაქო საზოგადოებას და გარკვეულ ინტერესთა ჯგუფს არ უნდა უწევდეს ამაზე საუბარი. აქტიურად უნდა იყვნენ მათი კუთხით ბიზნესებიც ჩართული ამ საკითხის კვლევაში, ანალიზში და მათაც უნდა კონდეთ შესაბამისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებლად გეთანხმები მოკლედ. მოდით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. მიზანი იყო C5 ფორმატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება და თუ საინტერესო იქნება ამ მსგავსი სახის ვიდეოები და ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ ვიდეოზე საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ თემატიკაზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აბა ნახვამდის.